ფორმაზე გამოქვეყნებული სკანდალური მასალით, რომელიც ეხება თავდაცვის ყოფილი მინისტრის სავარაუდო კავშირებს გლობალურ ტრანსნაციონალურ საერთაშორისო თაღლითურ სქემასთან, რომლის მიხედვით ხდებოდა ევროპელი პენსიონერების კუთვნილი თანხების თაღლითური გზით დაუფლება. იყო თუ არა საქართველოს ხელისუფლებისთვის დღეს გამოქვეყნებული მასალები, ჟურნალისტური გამოძიების შედეგები სიახლე? არა, რა თქმა უნდა, ვინაიდან როგორც გახსოვთ და ჩვენ მოსახლეობას ახსოვს, საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ გამოავლინა ორგანიზებული დანაშაულებული ჯგუფი, რომელიც სწორედ ამ ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრებით იყო დაკავებული ევროპელი, განსაკუთრებით ევროპელი პენსიონერებისგან თაღლითური გზით თანხის მოპოვებით და იცით რომ აქ ჩვენი პროკურატურა იყო ჩართული საერთაშორისო გამოძიებაში, მათ შორის იცით რომ გერმანიის პროკურატურა იყო ძალიან აქტიური ამ საქმეში და სწორედ ჩვენი პროკურატურის ცდილობებით იქნა გამოვლენილი ეს ქსელი. ეს არის უკვე ახლა მათ შორის მაშინაც იყო საუბარი, რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დანაშაულთან დაკავშირებული არის, ან მათ შორის ორგანიზატორი არის დავით კეზერაშვილი. ამის მტკიცებულებებს დაკავშირებით ზოგადად ის გამოძიება, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საერთაშორისო დონეზე მათ შორის ჩვენ ახლა დღეს ვიხილეთ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, რომელმაც უკვე ამხილა დავით კეზერაშვილი ამ ქსელის და ამ დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორობაში. მაგრამ სწორედ ის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის იგივე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ კეთდებოდა პირდაპირი განცხადებები და მინიშნებები, რომ დავით კეზერაშვილის მონაწილეობის კოალიცია იკითხებოდა აი ამ სქემაში და მალე საინტერესო დეტალები გახდებოდა საზოგადოების ცნობილი. საინტერესო არის ქართული საგამოძიებო უწყებები თუ ფლობენ რაიმე ინფორმაციას დავით კეზერაშვილის უშუალო მონაწილეობის და უშუალო კავშირების შესახებ. თქვენთვის თუ არის ამის შესახებ რა? ვერ გეტყვით, გამოძიება არ გახლავთ ჩემი კომპეტენცია, დარწმუნებული ვარო პროკურატურა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით აწარმოებს ზოგადად გამოძიებას, ისინი შეძლებენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. ერთი რამე უნდა ითქვას, თქვენ ახსენეთ სიტყვა სკანდალური. ეს შეიძლება სკანდალური იყოს, თუმცა არა საქართველოსთვის, არც ქართული მოსახლეობისთვის. ჩვენ როცა ვსაუბრობთ დავით კეზერაშვილზე, ეს არის ადამიანი, რომელსაც 5 მილიონი ლარი, ის რაც ევრო უკაცრავად, ისაც დადასტურებულად ვიცით, მოპარა ქართულ ჯარს 2008 წლის ომამდე 8 თვით ადრე, როდესაც მან ფურცელზე თითქოს ჩაატარა წრთნები, რომელიც სინამდვილეში არ ჩატარებულა და ამით მან 5 მილიონი ევრო მიისაკუთრა. ეს ვიცის ჩვენმა მოსახლეობამ და 5 წელი ამისთვის სასჯელიც აქვს მას მისჯილი, თუმცა ეს სკანდალური იქნება იმ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებისთვის, რომელსაც სულ ახლახან 2022 წლის ივნისში გახსოვთ რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა ჩვენთვის სტატუსის მონიჭების საკითხის გადაწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე, რამაც მათ ასევე შეუქმნა ცუდი ფონი ამ გადაწყვეტილებას და სტატუსის არ მონიჭებას. იქ ევროპარლამენტმა ჩაწერა დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი, გამოხატა სიმპათია მის მიმართ და ის, როგორც ასე ვთქვათ, დევნილი თუ გარკვეულწილად შევიწროებული ადამიანი მოიხსენია. აი ვფიქრობ, ამ ევროპარლამენტარებისთვის, რომლებიც იყვნენ ინიციატორები ამ რეზოლუციის, რომელსაც ხარი დაუჭეს, ეს კი ნამდვილად სკანდალი არის, რომ მათ საკუთარ რეზოლუციაში ჩაწერეს საერთაშორისო დამნაშავის სახელი და გვარი, როგორც თითქოს დევნილი მედია მენეჯერისა. აი ეს ნამდვილად არის სკანდალი და სკანდალი არა მხოლოდ მათთვის, არამედ სკანდალი მათ შორის ევროპარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებიც არიან ამ რეზოლუციის ინიციატორები. აი სწორედ მაშინ ამ გაგრძელება იქნება, ანუ რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ, იმიტომ რომ დღესაც დღევანდელ განცხადებაში, როდესაც კეზერაშვილმა უარყო ამ სქემასთან მისი კავშირები, მან ისევ ისაუბრა საქართველოში პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებზე და სხვათა შორის ამავე სიმეორებს ოპოზიციის ნაწილიც დღეს საქართველოში. რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეზოლუციაში მოხვდა მისი გვარი, იქაც არის საუბარი სავარაუდო პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად არის ის მოხსენიებული. თქვენთვის იგივე BBC-ის დღევანდელი ჟურნალისტური მასალები იქნება თუ არა, თქვათ, დამატებითი არგუმენტი საერთაშორისო პარტნიორების დასარწმუნებლად, რომ ის არ არის პოლიტიკურად დევნილი და პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლი. თავისთავად, ზოგადად ის ფაქტი, რომ დღემდე არ ხდება დავით კეზერაშვილის გადმოცემა საქართველოსთვის, სადაც მან მოიხადოს სასჯელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე, იცის რომ საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა უარი თქვა გადმოცემაზე და
ფარველობენ მას ევროკავშირის ქვეყნებში და ის თავისუფლად გადაადგილდება. თავისთავად ესეც სკანდალური ფაქტი არის გამომდინარე იქიდან, რომ დამნაშავის თავი აქვს შეფარებული ევროკავშირისთვის. ამიტომ მე იმედი მაქვს და ამას ყოველჯერზე ვახსენებ ხოლმე. და რა ხსნა გაქვთ, აი რატომ შეიძლება რომ ფარველობდნენ რატო შეიძლება რომ დამნაშავე, რომელმაც არა მხოლოდ ეს დანაშაულები, რომელიც დღეს ვსაუბრობთ, ან თუნდაც ის 5 მილიონი ევრო, არამედ გვახსოვს ის იყო იმ დანაშაულების სისტემის ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალურ მოძრაობის ხელისუფლებას გულისხმობ, რომლის 15 დაახლოებით პოლიტიკური თანამდებობისპირი გასამართლა მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით და დავით კერძელაშვილის ჩათვლით დანაშაულებისთვის, მათ შორის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები, 15 მათი პოლიტიკური თანამდებობისპირი იყო დაახლოებით და 200-ზე მეტი მაღალი თანამდებობისპირი აი იმ რეჟიმის გასამართლებული იქნა სისხლის სამართლის წესით. აი ამ სისტემის წარმომადგენელზე გვაქვს საუბარი და ოდესაც ესეთი ადამიანის სახელი და გვარი ჩვენ გვხვდება ევროპარლამენტის რეზოლუციებში, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანები ჩდება, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ეს პოლიტიკური მფარველობა და ამ პოლიტიკური მფარველობის უკან რა პოლიტიკური თუ სხვა სახის ინტერესები დგას. ამიტომ კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა დაუსვა ქართული ხალხის წინაშე, როდესაც ის მფარველობდა მიხეილ სააკაშვილს და არ გადმოსცემდა ქართულ მართლმსაჯულებას იმისთვის, რომ მას მოეხადა სასჯელი და ნახეთ ამის შედეგი რა იყო. მან კინაღამ ააყირავა აქ სიტუაცია, როდესაც ჩუმად შემოიპარა საქართველოში და რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ეფექტიანად იმუშავა და დროულად დააკავა ის, არავინ არ იცის რა იქნებოდა დღეს თბილისის თუ საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში რა არეულობა იქნებოდა ამის შედეგად, ხო? ევროკავშირი ეს ქვეყნები, რომელიც და ის პოლიტიკოსები, რომელიც მფარველობდნენ მიხეილ სააკაშვილს, ქართული ხალხის წინაშე არიან ვალში. იმიტომ რომ მათ დაუშვეს ის რომ მფარველობდნენ დამნაშავეს და დააყენეს რისკის წინაშე. ევროპარლამენტარები მოუწოდებდნენ მას, როდესაც დაანონსა საქართველოში ჩამოსვლა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, რომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება და არ ჩამოსვლა. ამაზეც ვიტყვი კიდევ ერთხელ ვალში არიან, იმიტომ რომ მათ რისკის წინაშე დააყენეს ქართული ხალხის უსაფრთხოება. და ვფიქრობ ეს ვალი მათ გადასახდელი აქვს და გადასახდელია მათ შორის იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს დავით კერძელაშვილი, გადმოსცენ საქართველოს ზურავადეიშვილი, რომელიც ასევე თავსაფარებს დღესდღეობით უკრაინას და ესეც ასე ვთქვათ არის ცინიზმი, რომ დღეს უკრაინაში მას მიბარებული აქვს სამართლებრივი და სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხები და ის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სტრასბურგში ჩვენ ერთიოჯერ ვნახეთ მედიის საშუალებითაც, რომ ის ევროსაბჭოს სტრუქტურებში გადაადგილდებოდა. ამიტომ ეს ვალი დასაბრუნებელი აქვს ევროპას ქართული ხალხისთვის და ამ ვალის დაბრუნება შეიძლება იმით, რომ გადმოსცენ საქართველოს მართლმსაჯულებას ის დამნაშავეები, რომლებმაც აქ ააწყოს გულაგების, ადამიანების ჩაგვრის, ადამიანების წამების სისტემა და წამებლები, როდესაც ევროკავშირში თავისუფლად გადაადგებენ, ეს რა თქმა უნდა თავად ევროკავშირის დისკრედიტაცია არის. რაც შეეხება ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას, რას ეუბნებოდა, ასა არავინ არ იცის, ვინ მის რას ეუბნებოდა დახურულ კარს მიღმა. ერთი რამე ვიცით დაზუსტებით, მათ შორის ზოგიერთი ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილის შემოპარვამდე 2 დღით ადრე მასთან ერთად მართავდა კონფერენციებს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილთან საქართველოს თემებზე და საჯაროდ დებდა ფოტოებს მასთან ერთად გადაღებულს და 2 დღეში ის აღმოჩნდა კონტეინერით საქართველოში. აი ასეთ ხალხთან გვაქვს საუბარი და ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს ადამიანების სინამდვილეში აღმოჩნდნენ, რომ არიან მიხეილ სააკაშვილის მეგობრები, დავით კერძელაშვილის მეგობრები, ზურაბადეიშვილის მეგობრები და არა ქართული ხალხის მეგობრები. მაგრამ როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ აი ექსტრადირების აუცილებლობაზე, რომ თქვათ ევროკავშირის ქვეყნები მფარველობენ ყოფილ მაღალ ჩინოსნებს, ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებასთან აქვს ამ კუთხით პრეტენზიები. იგივე სწორედ დავით კერძელაშვილის მისამართით, იმიტომ რომ ისინი საუბრობენ, რომ წლების განმავლობაში, საუბარი ამ შემთხვევაში იმ წლებზე, როდესაც თქვენ არ იყავით ჯერ მმართველ გუნდში, ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილის მტკიცებით თავად აფარებდა ხელს კერძელაშვილს გარკვეული პოლიტიკური გარიგებების სანაცვლოდ. არა, ამაზე რა მფარველობა შეიყო საუბარი, როდესაც მე რამდენადაც ვიცი, დავით კერძელაშვილი 2013-14-დან არც არის საქართველოში და მფარველობდა იმ კუთხით, რომ ანუ არ ითხოვდა ასე აქტიურად მის ექსტრადირებას, ასევე მოჰყავთ ერთ-ერთი სასამართლო საქმე, რომელშიც ის გამართლდა კიდეც. ანუ იქ საუბარი იყო სავარაუდო პოლიტიკურ გარიგებაზეც. მე გითხარით კიდევაც, რომ არა თუ არასათან მიმართავდა საფრანგეთს. დიდ ბრიტანეთს უარი აქვს თქვენ საქართველოსთვის გადმოცემაზე ოფიციალურად, რაც სამწუხარო არის, ვინაიდან კიდევ ერთხელ დამნაშავის შეფარება, ეს არის ყველანაირად ცდება ყოველგვარ ევროპულ ღირებულებას, როდესაც ქვეყანა მფარველობს დამნაშავეებს და ასე რა თქმა უნდა ევროპული ქვეყნები არ იქცევიან. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ აი ეს მათ შორის ეს სკანდალები
რომ აი ამის შედეგად არის, რომ დამნაშავეება აღმოჩნდა დღეს იმედია, რომ ეხლა უკვე მიხვდებიან ევროპელი პოლიტიკოსები, რომ მათმა წინ დაუხედავმა მფარველობამ ამ ადამიანის მიმართ მიგვიყვანა იქამდე, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში თავი ამოყო დამნაშავის სახელმა და გვარმა, ეს რა თქმა უნდა არის ის მძიმე ლაქა, რომელიც ევროპარლამენტს ამ მხრივ დარჩება ამ რეზოლუციის სახით, სადაც ასეთი მძიმე დამნაშავის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის სახელით მოლოდინი როგორია, თუ თქვათ ოფიციალურად გამოძიების დონეზე დადასტურდება ის ინფორმაცია, რაც დღეს BBC-ს პლატფორმაზე გამოქვეყნდა, შეიძლება რომ თქვათ შეიცვალოს საერთაშორისო პარტნიორების პოზიციების ცვლილებას ელოდებით კეზერაშვილისთან დაკავშირებით. ნახოთ, თავად ის ფაქტი კიდევ ერთხელ, რომ არის მფარველობა ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ძალიან საეჭვოა და ძალიან ცუდია. ჩვენ ხედავთ, თუნდაც დავით კეზერაშვილზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ ვნახეთ ფოტოები ლონდონში ერთ-ერთ კაფეში, ის როგორ ხდებოდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ის როგორ ხდება სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომელსაც ისინი თავადაც ღიად აცხადებენ, რომ მასთან ჩადიოდნენ სხვა ქვეყანაში და ასე შემდეგ და თავისუფლად გეგმავს, ასე ვთქვათ, საქართველოში არეულობას და ჩვენ ვნახეთ მისი აღიარება, რომ ის ფული, ზუსტად ის ფული, რომელიც ყოფილი მოსამართლის დასანქცირება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. თქვენ მალევე შეხვდით ამერიკის ელჩს, ანუ სანქციებზე გადაწყვეტილებიდან 22 დღეში, ანუ ამერიკის ელჩი იმყოფებოდა პარლამენტში. ეს იყო თქვენი ინიციატივით მოთხოვნილი აუდიენცია, თუ თავად გამოთქვა ამერიკის ელჩმა თქვენთან შეხვედრის სურვილი? ეს შეხვედრა ჩვენ მანამდე ქონდა ჩანიშნული, ვიდრე ეს გადაწყვეტილება გახდებოდა ცნობილი და უბრალოდ შესაბამისად ამ თემაზეც რა თქმა უნდა ქონდა საუბარი, თუმცა სხვა თემებზეც ქონდა საუბარი. პერიოდულად, რა თქმა უნდა, ამერიკის ელჩს ხვდებით ხოლმე მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ინტერესის თემა, რა თქმა უნდა, არის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია და ასე შემდეგ პარლამენტთან თანამშრომლობა. ანუ ერთია საჯარო განცხადებები, რაც მოვისმენთ ამერიკის ელჩისგან, რომ არსებობს საჯარო სანდოწყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების შესახებ გადაწყვეტილება, მაგრამ მეორეა დახურულ კარს მიღმა, რა გითხრათ, ანუ როდესაც თქვენ დასვით კითხვები, რას ფაქტებს და მტკიცებულებებს ეყრდნობოდა სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ ბრალდებები და მოსამართლეებზე ჩარევები. არც ერთი ფაქტი ამ შეხვედრაზე დასახელებული არ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ მე ვითხოვე ამ ფაქტების დასახელება და ჩვენ ასევე ვიცით პრემიერ-მინისტრისგანაც მასაც ჰქონდა საუბარი, ასევე უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარემაც ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ჰქონდა შეხვედრა ამერიკის ელჩთან და მანაც მოსთხოვა ფაქტები, სავარაუდოდ პრეზიდენტთანაც იქნებოდა საუბარი. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმ დღეებში თუ იმ დღეს შეხვდა თვითონ ყველა უმაღლესი თანამდებობის პირს, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს და არც ერთთან მას რაიმე ფაქტი არ წარუდგენია. აი ეს არის სამწუხარო და აქედან გამომდინარე მე ჩემი პოზიციას დაუფიქსირე მას, რომ რა თქმა უნდა მიუღებელი არის, როდესაც ხდება პიროვნული შეტევა საქართველოს მოქალაქეებზე, უპირველეს ყოვლისა და განსაკუთრებით, როდესაც ხდება პიროვნული შეტევა ქართულ მოსამართლეებზე და ეს არის არა მხოლოდ ის, რომ გაცხადებული იქნა, რომ არის გარკვეული სავიზო შეზღუდვა, არამედ პირდაპირ ხდება მათი სტიგმატიზება როგორც კორუმპირებული მოსამართლეების, ისე რომ ერთი ფაქტიც და მტკიცებულებაც არ არის დასახელებული, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. კიდევ ერთხელ, როდესაც ასეთი მძიმე ბრალდების წაყენება ხდება ჩვენი მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნის მხრიდან და ამას და ეს ქვეყანა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, თავს ვალდებულად არ თვლის საქართველოს მოქალაქეების წინაშე, რომ მათ წარუდგინონ რაიმე მტკიცებულება. ფიქრობ, საქართველოს მოქალაქეები ასეთ დამოკიდებულებას სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არ იმსახურებენ. მაგრამ შეიძლება თუ არა რომ საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში იგულისხმებოდეს ის სატელევიზიო რეპორტაჟები, ის თქვათ ამ შემთხვევაში სხვადასხვა მედია საშუალების მიერ მომზადებული
მასალები, სადაც პირდაპირ საუბარი არის კონკრეტული მოსამართლეების, შენგელიას, მურუსიძის, ცერცვაძის ქონებაზე, ასევე მათ შესაძლო მოსამართლეებზე, სხვა მოსამართლეებზე ჩარევის შემთხვევებში. იქ არის აი ამ ყველას სავარაუდო შემთხვევა მითითებული. შეიძლება თუ არა რომ სწორედ ამ ინფორმაციას და ამ ფაქტებს ეყრდნობოდეს ამერიკის ელჩიც. თავისთავად ეს გარეთაც და შედაც ამაზეა საუბარი, ეს არის საჯარო წყაროებზე არის საუბარი, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არის საუბარი მედიაში გაჟღერებულ გარკვეულ საკითხებზე, თუმცა სწორედ ამაზე ვსაუბრობ მე. სტრატეგიული ურთიერთობა, პარტნიორობა და პატივისცემა, ურთიერთპატივისცემა გულისხმობს იმას, რომ როდესაც პარტნიორი ჩვენ მოქალაქეს ეძახის კორუმპირებულს, არ შეიძლება მათ ჩაგვაყენოს ჩვენ ვიქტორინის მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ უნდა გამოვიცნოთ, რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი. კიდევ ერთხელ, არც პერიოდი მათ შორის იცით, რომ ყოფილ მოსამართლეზეა საუბარი, ამიტომ რთულია ვიფიქროთ, რა პერიოდზეა საუბარი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაავიღოთ 100 წლის წერტილად ის პერიოდი, როდესაც ეს კონკრეტული ამ კონკრეტულ ადამიანმა დაიწყეს სასამართლო სისტემაში მუშაობა, შეიძლება ეს იყოს 10, 15, 20 წლიანი პერიოდი და ეხლა ჩვენ 20 წლიან პერიოდს ალმანახებს ვერ შევისწავლეთ, ეხლა რაზე შეიძლება იყოს საუბარი. კიდევ ერთხელ, არ შეიძლება ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, რომელთანაც კიდევ ერთხელ ეს აღნიშნე ელჩთან საუბრის დროსაც, საჯარო გამოსვლის დროსაც, რომ ჩვენ ამერიკა ხალხს, ქართველი ხალხი კეთილსინდისიერად აჩვენებდა საკუთარ პარტნიორობას, მათ შორის ცხელ წერტილებში. ჩვენ 30-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ 20,000-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ცხელ წერტილში და 300-ზე მეტი დაჭრილი ყავდა ამ ცხელ წერტილებში. და ვფიქრობ, როდესაც ერთ სანგარში იყვნენ ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცები მხარდამხარ იბრძოდნენ, ვფიქრობ, ეს პარტნიორობა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ არ ჩაგვაყენონ ვიქტორინის მდგომარეობაში და რომ ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რებუსი, თუ რაზე შეიძლება იყოს ეს დაყრდნობილი და ვფიქრობ, ქართველი ხალხი იმსახურებს უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას და იმსახურებს, როდესაც მისი მოსამართლეების წინაშე, მისი მოსამართლეების წინააღმდეგ არის ასეთი სერიოზული ბრალდება, კიდევ ერთხელ კორუფციის ბრალდება. და ეს ეხება ამ მოსამართლეებს, მათ ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, როდესაც ასეთი ბრალდებების წაყენება ხდება და აქ მტკიცებულებების წარდგენა და კიდევ ერთხელ რაღაც თითქოს ჩვენ თვითონ უნდა მივხვდეთ ამ ყველაფერს, ვფიქრობ, ეს არ არის პარტნიორული. შეიძლება თუ არა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ასევე მესამე სექტორის მხრიდან გამოქვეყნებული მასალები. აი მაგალითად, იმ მოსამართლეთა გვარები, რომლებიც დასანქცირდნენ, ჯერ კიდევ 2018 წელს მოხდა საერთაშორისო გამჭვირვალობის კვლევაში სახელწოდებით კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში და იქ საუბარია არსებული კანონი ზრდის კორუფციის რისკებს და ძალაუფლების მოსამართლეთა ერთი ჯგუფის ხელში კონცენტრაციას უწყობს ხელს. შედეგად შესაძლებელია გადაწყვეტილებების მიღება დახურულ კარს მიღმა ფარულად. არსებობს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, რომელთაც აქვს სხვა მოსამართლეებზე ზეგავლენის ძლიერი ბერკეტები. ასეთ გავლენიან მოსამართლებად ამ კვლევაში დასახელებულები არიან ჩინჩალაძე, მურუსიძე, შენგელია, გიორგი მიქაუტაძე, ლევან თევზაძე, ასევე პრობლემად სახელდება გასხოვებული აზრის დევნა, მაგალითად ასოციაცია მოსამართლეთა ერთობის წევრი მოსამართლეების ეტაპობრივი განდევნა სასამართლო სისტემიდან და პირდაპირ წერია, რომ არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური სისტემა სასამართლოში. და აი ვალერიან ცერცვაძე სწორედ ამ კონტექსტში არის დასახელებული ის ადამიანი, რომელიც ახლა უკვე ყოფილი მოსამართლეა და წავიდა წლების წინ სასამართლო სისტემიდან, იქ პირდაპირ წერია კვლევაში, რომ ვალერიან ცერცვაძის მიერ სასამართლო რესურსის გამოყენების ფაქტის არასათანადო შესწავლა, ასევე ფილიპ მორისის საქმეც არის მოყვანილი იმ კონტექსტში, როდესაც უცხოელი ინვესტორები საუბრობენ სასამართლო სისტემის პრობლემებზე. და პირდაპირ მოხდა კონკრეტული ადვოკატები, რომლებზეც დაყრდნობითად საუბრობენ კორუფციულ გარიგებებზე მოსამართლეებს შორის და ნახსენებია სასამართლოს ბოსებიც კი, რომლებთანაც აუცილებელია სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად საქმეების დაალაგება და გარიგებებში შესვლა. მართველი გუნდისთვის, ანუ როდესაც ჩვენ ვეცნობით არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევას, თითქმის ანალოგიური შინაარსის არის ბოლო წლების ყველა კვლევა სასამართლო სფეროსთან დაკავშირებით. არ არის ეს კვლევები, აი ასეთი შინაარსის, მძიმე შინაარსის ბრალდებების შესახებ კვლევები მართველი გუნდისთვის დამაფიქრებელი. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით სწორედ ასეთ კვლევებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობა საბოლოო ჯამში ალბათ ეს გადაწყვეტილება, სწორედ ეს არის სამწუხარო. ჩვენ NGO-ების მხრიდან შეჩეული ვართ ასეთი ტიპის დოკუმენტებს, როდესაც მტკიცებულებების გარეშე ამბობენის დონეზე არის მოყვანილი, ეს არის ამა თუ იმ მოსამართლის თუ სხვა პირის მიმართ გარკვეული
არგუმენტებზე არის დაყრდნობილი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ, ეს არის სწორედ ის მანკიერი წრე, რომელიც სამწუხაროდ შეიკრა. ჩვენ თუ ავიღებთ სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშს, რომელიც მათ შორის საქართველოს ეხება და ადამიანის უფლებების საკითხები არის განხილული, იქ ამ ანგარიშის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს ჰქონდა ტყიჟნა, რომ არის კორპორატივიზმი თუ კლანი ნახსენები სახელმწიფო ამაზეც გეტყვით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რაც ადასტურებს, რომ სასამართლოში არის კლანი. რა წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ არის კლანი. აი ეს ურთიერთციტირება პირდაპირ წერია, რომ კორპორატივიზმის პრობლემა რჩება სასამართლო სისტემაში. არ წერია ამაზეც გეტყვით, მოგეთ ერთი რისი თქვაც მინდა, რომ აი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში თუ ავიღებთ და რეაქციებს ჩვენს არასამთავრობო სექტორში, ჩვენ ვნახავთ, რომ არის პირდაპირ ურთიერთციტირება. შეკრული წრე, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ კორპორატივიზმი, იმიტომ რომ ამას ამბობენ NGO-ები და NGO-ები ამბობენ რომ კორპორატივიზმი, იმიტომ რომ ამას ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი და ვინ არის პირველ წყალრო უკვე ვეღარ გაიგებ. აი ეს არის ის მანკიერი შეკრული წრე, რომელიც არსებობს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას. ეს წერია არასამთავრობო სექტორზე დაყრდნობით. ზუსტად ესე წერია, სხვა ზუსტად ესე წერია ვენეციის კომისიას, რაც შეეხება ჩვენ აი ამ ბოლო რეკომენდაციებს, რომელიც მივიღეთ, მათ შორის ივნისში შარშან იყო ასევე რეკომენდაციები სასამართლო ხელისუფლებას დაკავშირებით. შარშან ივნისში პირდაპირ ჩაწერა ვენეციის კომისიამ სიტყვით, რომ ის ვერ იტყვის თავად, რომ არსებობს კორპორატივიზმი სასამართლო ხელისუფლებაში, თუმცა არსებობს ამასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მოხსენებები თუ ასე ანგარიშები, ასე ვთქვათ, სადაც ზუსტად აქაც ნაგულისხმები არის NGO სექტორი, რომელზეც ამაზე საუბრობს და ამ რეკომენდაციებში, რომელიც ახლა ხანს მივიღეთ ჩვენ ვენეციის კომისიისგან, ყველგან არის საუბარი, ასე როგორც ამბობენ, რომ კორპორატივიზმი, ამბობენ რომ პრობლემა ეს ფაქტები გადამოწმებას არ საჭიროებს, აი ამ კუთხით მაინც კითხვები არ ჩნდება მართლ გუნდში, რომ იქნებ სიმართლის შესაბამება, თქვა, თუნდაც ამბობენ ისტორიის ინფორმაცია. თუ კი ავიღებთ ამ კონკრეტულ შემთხვევას და ამ ეგრეთ წოდებულ სანქციებს, კიდევ ერთხელ ჩვენ ამიტომაც ყველა შეხვედრაზე და მათ შორის მე შეხვედრაზე ამერიკის ელჩთან ვთხოვ იმას, რომ წარმოედგინათ მტკიცებულებები, იმისთვის რომ გვენახა რომ პირობითად ამ მოსამართლებთან დაკავშირებით, ხო, რომელიც ინფორმაცია შეეხებოდეს ბოლო არის 15-20 წელს შესაძლოა მოსამართლეები დიდი ხანია უკვე სისტემაში არიან, არსებობს რაღაც რაოდენობა ინფორმაციის, რაღაც რაოდენობა ანგარიშების. ის მაინც გვითხრა, რომ აი ამ რაღაც რაოდენობა 100 ერთეული ინფორმაციიდან თუ ანგარიში და რომელ 10 ერთეულ ინფორმაციას და ანგარიშს დაეყნა, რომ იმას მივყვეთ ჩვენ. კიდევ ერთხელ, რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას. საქართველოს მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლებით გახლავთ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. თუ შევხედავთ ჩვენ სხვადასხვა კვლევებს, ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირის ნატოს წევრ ქვეყნებს, რეგიონში ვართ უკვე წლებია უპირობო ლიდერი, არა მხოლოდ კორუფციის საკითხებში, არამედ სასამართლო სისტემის ხრივაც. ბოლო კვლევა, რომელიც არის მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის და შეეხება სამართლებრივი სახელმწიფოს ინდექსს, აი ამ კვლევის მიხედვით რეგიონში 14 ქვეყანას შორის აღმოსავლეთ ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე ვართ პირველი და ამავე დროს მსოფლიოში ვართ 59 და მათ შორის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებითაც ვუსწრებთ ყველა კანდიდატ ქვეყანას, ის გლობალური მიმართულებითაც ვუსწრებთ კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ზოგიერთს, ნატოს წევრ ქვეყნებს ზოგიერთს, ანუ ასეთი ქვეყანა გვაქვს, რომელიც წარმატებით ებრძვის კორუფციას. მაგრამ ამ სტატისტიკის ვერ არწმუნებთ ამ სტატისტიკის მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორებს. არა მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორებს, ქართული ოცნების მხარდაჭერით არჩეულ პრეზიდენტსაც, ხომ, რომლის მთავარი გზავნილი, ისევე როგორც თქვათ ვენეციის კომისიის, ევროკომისიის მეხუთე პუნქტი თუ არ ვცდები, ერთ-ერთი პუნქტის მთავარი გზავნილია, რომ ჩატარდეს იუსტიციის საბჭოს ძირეული რეფორმა, დაინიშნონ დროულად, თქვათ, არამოსამართლე წევრები და რომ სასამართლოში საჭიროა ძირეული ცვლილებების გატარება. აი უყურეთ რაში არის პარადოქსი. ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე შეეჩვია, რომ გარკვეული სამარკო ნიშნად იქცა ქართული ოცნების, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვაპირისპირებთ აღქმებს და ფაქტებს. და ჩვენი საზოგადოება ვფიქრობ დარწმუნა, რომ ყოველ ჯერზე ფაქტები, რომელიც ჩვენ მოგვყავს საბოლოო ჯამში, იმარჯვებენ იმ აღქმებზე, რომლის შექმნასაც ცდილობენ. გაყალბებულ არჩევნებზე, უკრაინას არ ვეხმარებით, კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებთ, ეს ყველა აღქმა ხო შეიქმნა. მათ შორის ისეთი აღქმები შეიქმნა, რომ მოსახლეობის ნაწილი გამოიყვანეს საპროტესტოდ აქციამდე. ყველა ეს აღქმა ხო დაიმსხვრა. ხო აღმოჩნდა, რომ არაფერი გაყალბებული არ ყოფილა. ხო აღმოჩნდა, რომ თუ კი ვინმე მხარს უჭერს მაქსიმალურად უკრაინას თავის შესაძლებლობით ეს საქართველო, ხო აღმოჩნდა და თვითონ ევროკავშირმაც აღიარა ევროკომისიის ბოლო ანგარიშით, რომ საქართველო უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც, რომელსაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს ყველა აღქმა ხო დაიმსხვრა. ასევე დაიმსხვრა ეს აღქმები და რატო?
როდესაც ჩვენ საუბრობთ კიდევ ერთხელ აი ფაქტებზე და აღქმებზე, როგორც კი თუნდაც ვთქვათ იქნება ეს კორპორატივიზმი, კორუფცია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, აი ეს საუბრები ხო გვესმის ბევრი, როგორც კი რაიმე კვლევა ჩატარდება, რომელიც ეფუძნება ასე ვთქვათ, სამეცნიერო საფუძვლებზე არის დაყრდნობილი და მტკიცებულებებს, ყველა ეს კვლევა, საერთაშორისო კვლევები, კიდევ ერთხელ მართლმსაჯულების პროექტის კვლევა, კორუფციის აღქმის ინდექსის კვლევა, ყველა ეს კვლევა საბოლოო ჯამში აჩვენებს ხოლმე, რომ საქართველო არის ლიდერი. და როგორ ხდება ეს, რომ ლაპარაკში ყველა არის, ესე იგი, მოწადინებული და დააბრალოს ყველანაირი მანკიერება ჩვენ მართლმსაჯულებას და როგორც კი ტარდება კვლევა, რომელიც დაფუძნებულია მტკიცებულებებზე, ეს კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში არა თუ ამ დონის პრობლემები არ არის. არამედ პირიქით, საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში და მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. ამიტომ ჩვენი საზოგადოებაც ფიქრობ, რომ ამ მხრივ შეგუებულია ამას, რომ იქნება ეს აღქმები და ამ აღქმებს, როდესაც უპირისპირებთ ჩვენ ფაქტებს, საბოლოო ჯამში ფაქტები მიმართავს. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, მაშინ როდესაც სანქცილებულ მოსამართლეებს შორის აღმოჩნდნენ ისინიც, რომლებსაც უკავშირდებათ წინა ხელისუფლების დროს გახმაურებული და რეზონანსული საქმეები და რომლებზეც ვთქვათ, იგივე არაეფექტურად წარმართულ საგამოძიებო პროცესს თავად ეს მოსამართლეების მაგალითად ლევან მურუსიძეც აღიარებს ხომ. ჩვენ გვახსოვს, რომ იგივე გირგულიანის მოლაშვილის, გიორგი მიქიაშვილის საქმეებზე მურუსიძის ცნობილი გადაწყვეტილებები და სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ თქვა გირგულიანის საქმესთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებები არ იყოს უზენაესი სასამართლოს მხრიდან საკმარისად მოძიებული, ანუ მურუსიძეს გულისხმობს, იმიტომ რომ ის იყო უზენაესი სასამართლოში და რომ არ იყო სათანადო წარმართული სასამართლოში ეს პროცესი. მაშინ, როდესაც აი სტრასბურგმაც კი აი ასეთი ტიპის ჩანაწერი გააკეთა თავის გადაწყვეტილებაში. დღევანდელი გადმოსახედიდან რამდენად სწორი იყო ამ შემთხვევაში აი ამ მოსამართლეების თვის უვადოდ გამწესება სასამართლოებში, თავმჯდომარეებად გამწესება ასევე, იმიტომ რომ დღეს სწორედ ეს ადამიანები მოიაზრებიან სასამართლოში ეგრეთ წოდებული კლანის შემქმნელებად და იმ მოსამართლებად, რომლებსაც ვთქვათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა შეუთანხმოთ. კი ბატონო, მე მართალია იმ დროს არ ვიყავი პოლიტიკაში და ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ მიიღებოდა ამის მონაწილე არ ვიყავი, თუმცა მე მონაწილე და მოწმე ვარ, მათ შორის სხვა მხრიდან. მე წლების განმავლობაში ვიყავი საერთაშორისო დახმარების პროექტებში მუშაობდი გერმანიის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროგრამებში, რომელიც სწორედ სამართლის და მართლმსაჯულების რეფორმას ემსახურება და მე ძალიან კარგად მახსოვს 2012, 13 წლები, 14 წლები ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა, რა პროცესები იყო. ჩვენ მოქალაქეებს თავისთავად უყურეთ, აი გავიხსენოთ ჩვენ ერთად რა პროცესები იყო. 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, რა თქმა უნდა, ეს იყო საქართველოს მოქალაქეების ასე ვთქვათ, საარჩევნო ყუთთან პროტესტის შედეგი, რომლის შედეგადაც ის რეჟიმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა, შეიცვალა. მაშინ დადგა საკითხი და ეს საჯარო განხილვის საკითხი იყო, რა უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ, რომელმაც მიიღო ის საჯარო სექტორი, რომელიც მას ჰქონდა. ეს იყო საჯარო მოხელეები, შინაარსის სამინისტროს თანამშრომლები, პროკურატურა, სასამართლო, ყველა სფერო საჯარო სფერო, რომელსაც შეეხება და თქვენ გახსოვთ, მაშინ ქართული ოცნება იყო იდეები, რომ ყოფილიყო მაგალითად გარდამავალი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც გარკვეულწილად დაფილტრავდა ყველა საჯარო მოხელეს თუ სხვადასხვა სტრუქტურაში მომუშავე ადამიანს და შეაფასებდა მას, ის იყო თუ არა ეგრეთ წოდებული დამნაშავე სისტემის ასე ვთქვათ მონაწილე თუ არ იყო ეს. ამაზე მიდიოდა მუშაობა და მე გეტყვით რა იყო ამ დროს პარტნიორების პოზიცია, მათ შორის ჩემი მხრიდანაც როგორც მაშინ ზუსტად აი პარტნიორების მხარეს მომუშავე ადამიანის და მათ შორის არასამთავრობო სექტორის. მაშინ ყველა უცხოელი პარტნიორია, ამერიკელებიც, ევროპელებიც ერთ რამეს ურჩევდნენ ქართული ოცნების ხელისუფლებას, რომ არ გაემეორებინათ იგივე შეცდომა, რაც დაუშვა მიხეილ სააკაშვილმა, როდესაც მან 2004 წლებში, როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, თლიანად სისტემა, არა მხოლოდ სასამართლო, პროკურატურის შენასწავლად, თლიანად სისტემიდან გაუშვა ადამიანები, ეგრეთ წოდებული ჩარეცხვის სისტემა, რაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა და შემდეგ მოიყვანა სხვა ადამიანები იქ და პირველი და მთავარი რეკომენდაცია მიდიოდა გადარწმუნება ქართული ოცნების, რომ მას არ გაეკეთებინა იგივე, არამედ გაეკეთებინა სხვა რამე, შეეცვალა სისტემა და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ სისტემაში, იმ ადამიანებისთვის მიეცა შესაძლებლობა, რომ ახალ
არა და ახალ უფრო დემოკრატიულ და სამართლიან სისტემაში გაეგრძელებინათ მუშაობა. ასე მოიქცა ქართული ოცნება ყველგან. მაგრამ პოზიციებზე აღმოჩნდნენ ბატონიშალა იუსტიციის საბჭოს მდივნის პოზიციაზე აღმოჩნდა ლევან მურუსიძე. დაინიშნენ შემდეგ უკვე უვადო მოსამართლება დაირჩეს კანონში შესული ცვლილების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ აღმოჩნდა ჩინჩალაძე, სულ რაღაც ზაფხულში დაინიშნა ხომ ის და უკვე ოქტომბერში ლევან მურუსიძე მეორე დაირჩეს იუსტიციის საბჭოს წევრად, თან სრულიად მოულოდნელად, როდესაც ორმა წევრმა მოულოდნელად გადაწყვიტა გადადგომა და შემდეგ აი ამანაც კითხვები და ეჭვები წარმოშვა, ხო? ეს აჩვენს კითხვის ნიშნებს, რატომ წინაურდებიან ეს? უბრალოდ ყოველს ეს მიდგომა შეეხო ყველა საჯარო სექტორს როგორც ასეთს. და შესაბამისად ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ ქართულმა ოცნებამ შეიძლება ეს რთული გადაწყვეტილება იყო მაშინ ქართული ოცნებისთვის, რომელიც მათ შორის ასე თქვა სისტემის წინააღმდეგ კამპანიითაც გამოდიოდა 2012 წლის არჩევნებში და რა თქმა უნდა რთული პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო სექტორის დაჟინებული მოთხოვნის და რეკომენდაციის შედეგად მაშინ იქნა მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, იცვლება სისტემა და ჩარჩო, მაგრამ არ იცვლებიან არ ჩავდივართ ადამიანების დონემდე. როდესაც აი ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ, შემდეგ უკვე ამისი შემოbrunება და 2-3 წლის, 5 წლის და ეხლა უკვე გავიდა ამის შემდეგ 10-11 წელი გავიდა. წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი? ახლა საუბარია. იცით რა? ჩვენ კი თავის დროზე ესეთი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ახლა მართალია სისტემაში დარჩენ, მაგრამ შენ შეიძლება დარჩენ მხოლოდ როგორც პირველი ინსტანციის მოსამართლე და სხვა პერსპექტივა არ გექნება, ეს კონსტიტუციის დარღვევაც არის, კანონმდებლობის დარღვევაც არის და ადამიანის ღირსების დარღვევაც არის, როდესაც მას რაღაც მეორე ხარისხოვან საჯარო მოხელედ განიხილა. და თუ კი ეს არის იდეა და ეს იყო იდეა, რომ უნდა შენარჩუნებული იყო ადამიანი, მაგრამ მათ უნდა მისჩენოდათ საკუთარი ადგილი სისტემაში და იმის იქით აღარ უნდა განვითარებული იყო, ეს არის ადამიანის ღირსების შემოლახავი მიდგომა. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ, ამას სული პასუხისმგებლობით ვინაიდან ამ პროცესების მაშინ მე უყურებდი ზუსტად მეორე მხრიდან. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის 2013 წელს პირდაპირ მოუწოდებდნენ ქართულ ოცნებას არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ უვადოდ გადაენიშნა მაშინდელი მოსამართლეები. აი მაშინდელი მოსამართლე, რომელზეც დღესაც აქვთ ახლა საუბარი, აი მაშინ ზუსტად ეს მოსამართლეები უვადოთ რომ გადაენიშნათ, ამის რეკომენდაცია მოდიოდა არასამთავრობო სექტორში. დღეს უკვე როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტი ასანქცირებს სამ მოქმედ მოსამართლეს და ერთ ყოფილს ქართული სასამართლო სისტემის სანდოობაზე, იმიჯზე, რეპუტაციაზე, უშუალოდ ამ მოსამართლების იმიჯზე ეს გადაწყვეტილება როგორ აისახება, არ დააზიანებს ქართული მართლმსაჯულების სანდოობას, სანდოობის ხარისხს? თავისთავად ეს არის სწორედ სამწუხარო საფრთხე, რომელსაც ქმნის ასეთი გადაწყვეტილება და მე ეს მოვახსენე კიდევაც ამერიკის ელჩს, რომ ეს რა თქმა უნდა არის რეპუტაციული დარტყმა იმ მოსამართლეებზე, რომელსაც ეს ეხება და მცდელობა რომ ამას შესაძლოა რა თქმა უნდა მათ რეპუტაციას ზიანი მიაყოს და რა თქმა უნდა ეს წარმოადგენს დარტყმას ქართული მართლმსაჯულების რეპუტაციაზე. და ამიტომაც ვთქვი რომ ეს არის ცუდ დროს მიღებული ცუდი გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის რომ ევროინტეგრაციის მხრივ კონდეს წინსვლა და მათ შორის კანდიდატის სტატუსი, ასეთი დარტყმა ჩვენ მართლმსაჯულებაზე და კიდევ ერთხელ პრობლემა იმაში კი არ არის რომ რაღაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული. პრობლემა იმაში არის რომ არ გვეუბნებიან რა არის ამისი არგუმენტი და რა არის ამისი მტკიცებულება. აი ეს დამოკიდებულება არის ყველაზე პრობლემატური. შესაძლოა ყველა გადაწყვეტილება ყველას აქვს გადაწყვეტილების ძალიან პრეზიდენტისთვის ამ შემთხვევაში კითხვები არ გაჩენილა, ის ფიქრობს რომ ანუ ამ შემთხვევაში არ უნდა გადააყოლოს ხელისუფლებამ ქვეყანა კონკრეტულ მოსამართლეებს, საჭირო არის თქვათ შემადგენლობის შეცვლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. აი ასე დაინახა პრობლემის მოგვარება პრეზიდენტმა. პრეზიდენტის ბრიფინგზე მე ვფიქრობ რომ მას ჰქონდა საკმაოდ კაცრი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და მე ეს მისი ბრიფინგი ვერ ამოვიკითხეს თქვათ მის ბრიფინგში რომ მან ეს მიიღო როგორც მოცემულობად და მშვიდად და მან თქვა კიდევაც რომ ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება როგორც ჩანს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ არ ვიცი 4 ადამიანის გადაყოლება არ გადავა, აბა რა ვქნათ გავწიროთ უნდა ქართველი მოქალაქეები ისე რომ მტკიცებულების ჩვენებასაც კი არავინ ცდილობს ჩვენთვის გავწიროთ უნდა ჩვენი მოქალაქე. კიდევ ერთხელ ეს სხვათა შორის დამოკიდებულება თქვათ ზოგიერთი NGO-ს მხრიდან რომელსაც ყიჟინა ქონდა ამაზე მოწყობილი, ეს გასაკვირი არ არის. ეს ორგანიზაციები ქართულ ხალხს არ წარმოადგენენ და მათ ქართული ხალხის მანდატი არ აქვს. ჩემთვის ყველაზე გასაკვირი იყო ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და დღეს ვთქვი კიდევაც მე რომ კიდევ ერთხელ საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეებს. აი ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს აქვს პრეტენზია რომ ადრე თუ გვიან მოვიდნენ ხელისუფლებაში. ასე აპირებენ ისინი საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას. ეს არის მათი უშუალო კონსტიტუციური ვალდებულება, რომ დაიცვან საკუთარი მოქალაქე ყველგან.
და ასე აპირებენ საკუთარი მოქალაქის დაცვას, რომ შესაძაც უცხო ქვეყანა კორუმპირებულობას აბრალებს მათ მოქალაქეებს და მოსამართლეებს და როდესაც ისინი კითხავენ როაში მტკიცებულება და ამ მტკიცებულებას არც კი აჩვენებენ, აი ასე პირდაპირ გაწირონ ქართული საქართველოს მოქალაქეები. საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, რომ ამ შემთხვევაში აი სავარაუდო კორუფციული ფაქტები მათ იმ ბერკეტის გზით შეისწავლონ და გამოიყვნენ, რომელსაც მათ ამ შემთხვევაში ანიჭებს საკუთარი სადეპუტატო უფლებამოსილება და მანდატი. ფიქრობთ თუ არა, რომ აი საპარლამენტო ქვეყანაში, სადაც პარლამენტს აქვს განსაკუთრებული ზედამხედველობის ბერკეტები ხელისუფლების სხვა შტოებზე, იქნებოდა საუკეთესო პოლიტიკური ნაბიჯი და სწორი გამოსავალი, რომ აი ეს სავარაუდო კორუფციული ფაქტები, რომლებსაც ედავებიან მოსამართლეებს, ამერიკიდან გამოძიებული იყო სწორედ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სახით, რასაც ითხოვს ოპოზიცია და მომდევნო კვირას ისინი გეგმავენ ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანის. ხო, ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად ვერაცნობიერებს ოპოზიციის ნაწილი, თუ რას ნიშნავს იყო საკუთარი ამომრჩევლის თუნდაც თუ არა მთლიანად მოქალაქეების და ხალხის წარმომადგენელი. ეს ინიციატივა ნაციონალურ მოძრაობას ჯერ კიდევ შარშან ივნისში აქვს დაყენებული საგამოძიებო კომისიის სახით და შემდეგ რეფორმების ჯგუფს შარშან დეკემბერში აქვს დაყენებული ეს ინიციატივა. ორ პოლიტიკურ ჯგუფს ივნისსა და დეკემბერში ეს ინიციატივა საგამოძიებო ჯგუფის შექმნის უკვე აქვს წამოყენებული. და მე რამდენჯერმე მათ შევახსენე, როდის აპირებენ ამის გამოტანას, კენჭისყრის დაყენებას, გავიდა თითქმის 1 წელი, 9 წელი და არც კი გამოქონათ ეს საკითხი. როდის სანქციების გამო ეს ახალი აი ზუსტად ეს არის, როდის გამოიტანეს, როდესაც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტმა რაღაცა თქვა და ეს მიიღეს მათ სიგნალად, რომ მათი საპარლამენტო ბერკეტი უნდა აამუშავონ. აი ეს ხო აჩვენებს, რამდენად არასერიოზულად უყურებენ ისინი საკუთარ ბმას, საკუთარ ხალხთან და ქვეყანასთან, როდესაც ისინი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რასაკითხი გამოიტანონ პარლამენტში, განსაზღვრავენ არა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი და მოქალაქეების ინტერესით, არამედ იმის მიხედვით, რა ნიავი უბერავს სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებიდან თუ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან. დააკვირდით და ბოლო პერიოდში, ბოლო 1 წელი რო აიღოთ, დააკვირდით ჩვენი ოპოზიციის ნაწილის ქცევას, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი აგებული არის იმ ნიავზე, რომელიც უბერავს ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან და იმის მიხედვით რა განცხადება გაკეთება იქ, შემდეგ აყვებიან და ამ დღის წესრიგს ქმნიან ხოლმე აქ. ეს არის ქართული ოცნება არ დაუჭერს მხარს ამ კომისიის შექმნას გამორიცხა. იმიტომ რომ ცალკეულმა დეპუტატებმა გააკეთეს, რომ შესაძლოა ჩვენ თავად მოვითხოვოთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის შემდეგ ასეთი კომისიის შექმნა და თვითონ საპარლამენტო პროცესი, ანუ ამ პროცესის პარლამენტში გადმოტანა არ იქნებოდა ამ შემთხვევაში სწორი ნაბიჯი, რომ გაირკვეს სიმართლე. უბრალოდ ორი რამის გამო არის არასერიოზული და ერთი რამის გამო არის სახიფათო ოპოზიციის ასეთი ქცევა. არასერიოზულია პირველ იმიტომ, რომ ამას აკეთებენ არა საკუთარი მოქალაქეების კარნახით, არამედ იმ ნიავის მიხედვით, რომელიც უბერავს ქვეყნის გარედან და ამას არიან, ამით განსაზღვრავენ საკუთარ დღის წესრიგს. მეორე არასერიოზულია, იმიტომ რომ თავად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვითაც ის დასკვნები, რაც დეპარტამენტმა გამოიტანა, ამ დასკვნების გამოტანა შეიძლება ღია წყაროებში არსებული ინფორმაციით. ამისთვის მათ საგამოძიებო კომისია არ ჭირდებათ. დასხდნენ, დაგუგლონ, წაიკითხონ ანგარიშები, ცოტა შრომა გაწიონ და იქნებ ისინიც იგივე დასკვნამდე მივიდნენ და შემდეგ რამეთკიცებულები აღმოაჩინონ. ამიტომაც არის არასერიოზული. რაც შეეხება სახიფათოს, ეს არის და ნახეთ ჩვენ რა მსჯელობა მოყვა მთლიანად ამ პროცესს, მიდის პირდაპირ პიროვნული თავდასხმა ამ მოსამართლეებზე, სხვა მოსამართლეებზე, სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, ან ფაქტობრივად ვართ ჩვეულებრივად რადიკალიზაციის პროცესში და რა თქმა უნდა ეს აჩვენებს პირდაპირ ამ ინსტრუმენტის ამუშავების მიზანი, რომელიც ოპოზიციას აქვს, არის ერთადერთი რადიკალიზაცია პროცესების და დისკრედიტაცია ქართული მართლმსაჯულების და რა თქმა უნდა ეს არის სახიფათო პოლიტიკური მიზანი, როდესაც ოპოზიციის ნაწილს სურს მთლიანად სახელმწიფოს ერთ-ერთი შტოს მართლმსაჯულების სასამართლო სისტემის დისკრედიტირება. თუ ამ შემთხვევაში ამერიკის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტი, თქვათ, თქვენს გაგზავნილ წერილებზე, თქვათ, დასმულ კითხვებზე, თქვათ, ამ შემთხვევაში თქვენთვის მისაღებ პასუხს, ანუ თქვენთვის დამაკმაყოფილებელ პასუხს არ წარმოადგენს, ანუ იმ განცხადებებზე, თქვათ, უფრო მეც არ გააკეთებს, რაც უკვე ჩვენ მოვისმინეთ საელჩოს მხრიდან, ანუ როგორი ფორმა შეიძლება იყოს კიდევ ხელისუფლების მხრიდან რეაგირების, იმიტომ რომ ვიცით, რომ წერილი გაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, კიდევ გეგმავთ რეაგირების რაიმე ფორმებს? ნახოთ, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება გაცხადდა, დღემდე ვხედავთ, რომ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი, რაც ნიშანდობლივია ერთი და აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ არ არსებობს რაიმე
არგუმენტი, მტკიცებულების სახის რაიმე არგუმენტი რომელიც არის და როგორც ჩანს, თქვენ წეგანაც ახსენეთ, როგორც ჩანს, მთლიანად ეს გადაწყვეტილება ემყარება NGO-ების, რომელიც თავად ფინანსდებიან მათ შორის ამ წყაროდან და მტკიცებულებად მოყავთ ის ორგანიზაციები, რომელსაც თავად აფინანსებენ და სწორედ ამაში გულისხმობ იმ მანკიერი წრე შეკრული, როდესაც მიდის ურთიერთ ციტირება, NGO ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტს, სახელმწიფო დეპარტამენტი ციტირებს არასამთავრობო ორგანიზაციას, პირველ წყარო და მტკიცებულების ხელშიმჭერი, რომელი არის უკვე რთული არის გავარკვიოთ და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი და მთელი ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული არის ამბობენზე, რომ ვიღაცამ თქვა და აქედან გამომდინარე იქნა ეს დასკვნები გამოტანილი. რაც სამწუხაროა თუ კი ეს ასე. დააზიანებს ეს გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობას, რაზეც ასევე გაკეთდა მინიშნებები. ჩვენ 30 წელია პატიოსნად ვატარებთ ჩვენ პასუხისმგებლობას როგორც სტრატეგიული პარტნიორი და მე ვთქვი წეღანაც რომ მაშინ ყველგან საჭირო იყო ჩვენი პარტნიორების ჩვენება, არა მხოლოდ გვერდში დგომით, არამედ მხარდამხარ ბრძოლით, ამას ჩვენ ყოველთვის კეთილსინდისიერად ბევრ სხვა პარტნიორზე მეტადაც ვაჩვენეთ. იცით თქვენ რომ ჩვენ ავღანეთში საქართველო იყო ერთსულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იმ მისიაში, რომელიც იყო ავღანეთში და მათ შორის, როდესაც მიდიოდა უკან დახევა ალიანსის ჯარების, სწორედ საქართველო უზრუნველყო ლოგისტიკურად, რომ უმოკლეს ვადებში და სწრაფად მოხდარიყო ალიანსის უკან დახევა საკუთარ ქვეყნებში. ასე რომ საქართველო ამ ხრივ არის ძალიან კეთილსინდისიერი პარტნიორი და სწორედ ამან ეს იყო იმის იმედგაცრუების საფუძველი, რომ აი ამ კეთილსინდისიერებას საფასუხოდ დახვდა ის, რომ ჩვენ მოქალაქეებს დააბრალეს კორუმპირებულობა, ჩვენს მოსამართლეებს დააბრალეს კორუმპირებულობა, ისე რომ არც ერთი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. თავად სანქცირებულ მოსამართლეებს არ ეჭვი არა, უბრალოდ ისინი უკვე პირდაპირ ამბობენ, მათი ნაწილი ყოველ შემთხვევაში, რომ მიზეზი ამ სანქციების არის ამერიკის საელჩოს მხრიდან ქართულ სასამართლოზე გავლენის ბერკეტების მოპოვება. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ხშირად იყო ჩარევის მცდელობები, ასახელებენ თქვათ კონკრეტულ ფაქტებს, იგივე ლევან მუსიძე საუბრობდა თქვათ კონკრეტულ მოთხოვნებზე ამერიკის საელჩოს მხრიდან. თქვენს გაქვთ აი ასეთი შტაბ-ბიჭი, რომ შესაძლოა ამერიკის საელჩო ცდილობდეს თქვათ გავლენის მოპოვებას ქართულ სასამართლო სისტემაზე. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე წლებია ეხმარება ქართულ მართლმსაჯულებას და ქართულ სამართლებრივ სისტემას. სამწუხაროდ ასეთი ქმედებები ზიანს აყენებს, რეპუტაციულ ზიანს აყენებს ამერიკულ დახმარებას ამ სფეროებში, როდესაც ხდება კიდევ ერთხელ ბრალდებების წაყენება მტკიცებულების ჩვენების გარეშე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი არის თავად ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლება და იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც არიან ჩართული ამერიკის ხალხის სახელით საქართველოს დახმარებაში, მათ უნდა შეხედონ ამ საკითხს სერიოზულად, რომ რეპუტაციული ზიანი არ მიაყენონ იმ დახმარებას, რომელიც გაეწევა საქართველოს ამ სფეროში. რაც შეეხება სხვადასხვა ფაქტებს, ამიტომაც ჩვენ ვერიდებოდით გარკვეულ საკითხებზე. მშობლობას გახსოვთ თქვენ მოსამართლე ჩხიკვაძის ხიძემაც აღნიშნა, რომ თქვა რაღაც გარკვეული სატელეფონო ჩანაწერები არსებობს, ანუ რაზე საუბარი, ანუ ამებს ვერ გეტყვით ხაზ კონკრეტულ ფაქტებს, ერთი მაგალითისთვის ითქვა კიდევაც მოსამართლე. არის ასეთი ჩარევის ფაქტები, გააქვს ხელისუფლებას. ერთი საკითხი, რომელზეც იყო საუბარი, იყო მოსამართლე ჩხიკვაძის საკითხი, რომელიც მან თავად განაცხადა, რომ მას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ამერიკელი და ქართველი თანამშრომელი ისინი მივიდნენ მასთან და მოსთხოვეს განმარტებები მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. სხვა ფაქტებზე თუ გაქვთ? მე ზოგი ფაქტები ასე შეიძლება ცნობილი იყოს, ან ისე ეს არის ის, რაც საჯაროდ არის ცნობილი და რაც თავად მოსამართლემ, რაზეც ისაუბრა თავად მოსამართლემ, რაც არის არა მხოლოდ მიუღებელი პარტნიორის მხრიდან. ეს არის მიუღებელი, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ პარტნიორულ დახმარებაზე და კიდევ ერთხელ სწორედ ასეთი ქცევები რა თქმა უნდა ზიანს აყენებს რეპუტაციულ ზიანს აყენებს დახმარების ხრივ დახმარების კეთილსინდისიერებას, ასე ვთქვათ, როდესაც ხდება მოსამართლესთან გარჩევა იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მან მიიღო, კიდევ დღეს აკრძალული არის ქართული კანონმდებლობით და ყველა ქვეყნის კანონმდებლობით ეს აკრძალული არის სხვათა შორის, მაგრამ ამ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ თავად მოსამართლეებმა
იუსტიციის საბჭო არის, აქ უკვე ის ორგანო, რომელიც მნიშვნელოვანი არის ამ მხრივ იყოს ღია, ისაუბროს ამაზე. ისაუბრა შიდა და გარე ჩარევებზე სასამართლო სისტემაში და ამიტომ კითხეთ ზუსტად რომ აი ხელისუფლება აი თქვენს პარლამენტის თავმჯდომარეს გაქვთ თუ არა აი ასეთი ეჭვი ამერიკის საელჩოსთან დაკავშირებით, მით უმეტეს აი როგორც თქვენ აღნიშნავთ, აი რა მიზანი უნდა შეიძლება ჰქონდეს თქვათ ამერიკის საელჩოს ანუ გავლენების მოპოვების, მაშინ როდესაც მართლა 30 წელი ის ეხმარება ქართული მართლმსაჯულების განვითარებას, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას, მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის შეთავაზებით და ასე შემდეგ. მე ამას ვერ გეტყვი თუ ვინც საუბრობს ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს წარმომადგენლები მათ უნდა ისაუბრონ ამასთან დაკავშირებით. მე ჩემი გადმოსახედიდან რაც მაწუხებს არის ის რომ ერთის ხო ასეთი ბრალდებებით, რომელსაც არ მოყვება მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ზიანი ადგება იმ დახმარებას, რომელსაც წლებია ამერიკის შეერთებული შტატები უწევს საქართველოს და ქართულ მართლმსაჯულებას და მეორე იმ გადაჭარბებული განცხადებებით, რომელიც რომ გავიხსენოთ, მაგალითად რუსთავი ორის საქმეზე. როდესაც უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება გამოვიდა, პირდაპირ გაკრიტიკებული იყო მაშინდელი საელჩოს ამერიკის შეერთებული საელჩოს მხრიდან იმავე დღეს ეს გადაწყვეტილება, როგორც გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდოს მედიის თავისუფლება და ასე შემდეგ, რა აღმოჩნდა შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილებით, რომ ყველაფერი იყო კანონის და ადამიანის უფლებების სტანდარტის შესაბამისი. ამიტომ მნიშვნელოვანი არის კიდევ ერთხელ წინდახედულება ამ მხრივ, მნიშვნელოვანი არის პარტნიორული ურთიერთდაფასება და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ კი არსებობს პრეტენზიები და შეიძლება არსებობდეს, რა თქმა უნდა, აქაც პრეტენზიები სხვადასხვა მხრიდან, პრეტენზიების შემთხვევაში ეს არის ელემენტარული სტანდარტი, როგორც სამართლებრივი, ისე ადამიანური სტანდარტი, ის ვინც არამედ პარტნიორობაშიც და ადამიანურ ურთიერთობაშიც. როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ უკვე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დააზიანებს თუ არა ამ პროცესს? იმედი არა, ჩვენ რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს ორი რამე უნდა ითქვას. და ქართული საზოგადოება ამაში უკვე დარწმუნდა მინიმუმ მაშინ, როდესაც ევროკომისიამ საბოლოო შეფასებები დადო საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ინსტიტუციური დაახლოებისა ევროკავშირთან, იანვრის ბოლოს იყო გახსოვთ კითხვარების სრული შეფასება, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, რომ თურმე საქართველოს არის ლიდერი ტრიოში და თურმე აქედან გამომდინარე საქართველოს იმსახურებდა შარშან ივნისშივე კანდიდატის სტატუსს, თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნებოდა დაფუძნებული დამსახურებაზე და თუ კი ამ გადაწყვეტილებაში არ იქნებოდა პოლიტიკური მდგენელები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვინაიდან გადაწყვეტილება ხედავთ რომ ევროკავშირის ინტეგრაციის მხრივ, ეს არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციები, ვახსენე მე ივნისის რეზოლუცია, რომელიც წინ უძღოდა მაშინ ევროპარლამენტი აფერხებს ამ პროცესს, ანუ ამის მაქსურთ. მე ვერ გეტყვით რა ფაქტორები როგორ მუშაობს საბოლოო ჯამში, თუმცა სამწუხარო არის, როდესაც ჩვენ ხედავთ ადამიანებს, მაგალითად ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრებს, რომლებიც ასე ვთქვათ, თვითგამოცხადებული მეგობრები არიან საქართველოსი და ვხედავთ მათ დაჟინებულ საქციელებს იმ რეზოლუციით, სამი რეზოლუცია იყო საქართველოსთან დაკავშირებით, სამივე რეზოლუციაში იყო მოყვანილი ფაქტები, რომელიც სიამდვილეს არ შეესაბამებოდა რეზოლუციები, სადაც ნახსენები არის კეზერაშვილი დადებით კონტექსტში, მიხეილ სააკაშვილის დადებით კონტექსტში, საუბარი არის თითქოს რაღაც კრემლთან კავშირებზე და აბსოლუტურ დეზინფორმაციაზე, რომელიც ვრცელდება საქართველოსთან. რატომ ვერ მუშაობს მაშინ სათანადოდ ევროპარლამენტთან მმართველი გუნდი, რატომ ვერ არწმუნებს, რომ მსგავსი ჩანაწერები არ მოხდეს საბოლოოდ შეჯერებულ რეზოლუციებში? ანუ არის რეალობა და ფაქტი და არის გარკვეული ქმედებები. ჩვენ ფაქტებს და რეალობას წარვადგენთ და კიდევ ერთხელ ამას ვაჩვენებთ, ამას რამდენად მიიღებენ, არ მიიღებენ, ეს უკვე მეორე საკითხი არის. ჩვენ ვნახეთ და ეს არის სამწუხარო, რომ არის მდგომარეობები, როდესაც ხდება გარკვეული აღქმებით манипуლირება, გაყალბებული არჩევნები შეგახსენებთ კიდევ ერთხელ ყველაზე დიდი манипуლაცია აღქმებით რაც იყო, თითქოს უკრაინას არ ვეხმარებით სათანადოდ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი манипуლაცია რომელიც იყო, თითქოს არ იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს, ეს ამ ყველაფრის გაბათილება სამწუხაროდ დაჭირდა დრო, შემდეგ ფაქტებით, იმიტომ რომ არის სამწუხაროდ მათ შორის როგორც ჩანს ჯგუფები, რომელსაც არ სურს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, რომ მოხდეს პროგრესი
ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. ამაზე პირდაპირ საუბრობენ ჩვენი ოპოზიციის ნაწილი და ამაზე საუბრობენ ზუსტად მათი პოლიტიკური პარტნიორები უცხოეთში. მაგრამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული არის სასამართლოს საკითხიც, იმიტომ რომ ევროკომისიამ ერთ-ერთ პუნქტად გაწერა სწორედ სასამართლოს რეფორმა. და იქ პირდაპირ არის საუბარი იუსტიციის საბჭოში ძირეულ რეფორმაზე და აი ამ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაზე. როგორ ფიქრობთ, უკვე წარდგენილ სტრატეგიას, რომელიც ვენეციის კომისიამ შეგიფასად, რამდენად ჩათვლის ევროკომისია საკმარისად შესრულებულად, მაშინ, როდესაც ვენეციის ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში არის შეხვედრები ტექნიკურ დონეზე, სადაც მათ შორის პარლამენტის წარმომადგენლები არიან, არაპოლიტიკურ, არამედ აპარატის დონეზე, სხვადასხვა საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართული და იმართება შეხვედრები, სადაც ვაცნობთ ჩვენ პროგრესს 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ და ჩვენ დღესვე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ზეპირი კომუნიკაციის მხრივ გვაქვს უკვე ასე ვთქვათ რეაქციები, ვიცით რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს პოზიცია, რომ ეს პუნქტები მეცნად უკვე შესრულებულია. მაგალითად, საარჩევნო რეფორმა, საპარლამენტო ზედამხედველობის საკითხი, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებასთან დაკავშირებით, ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ საკითხებთან დაკავშირებით, უმეტეს სახალხო დამცველის არჩევა, რომელიც ნახეთ რომ ესე ვთქვათ ჩაგდების პირას იყო, ზუსტად არასამთავრობო სექტორის ნაწილის დაჟინებული მცდელობის შედეგად შემოდგომაზე ჩავარდა ის და საბედნიეროდ შევძელით ჩვენ გაზაფხულზე არჩევა. რჩება დეოლიგარქიის პროექტი სასამართლო ასევე. თავისთავად სადაო არის, ეს ორი საკითხი, რომელზეც მუშაობა შეჩერებული იყო გამომდინარე იქიდან, რომ ველოდებოდით ვენეციის კომისიამ დასკვნას, ეს დასკვნა მივიღეთ და ხედავთ უკვე რომ პარლამენტი აქტიურად მუშაობს, დღესაც იყო კომიტეტის ხდომა, რომელმაც განიხილა დეოლიგარქიზაციის შესახებ შეცვლილი კანონი, აქ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა რეკომენდაცია რაც იყო მოწოდებული. მაგრამ ანტიკორუფციული სააგენტო, რომელსაც უკვე მთავრობისგან მიენიჭება, ანუ არა მთავრობა, არამედ ანტიკორუფციული სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ, თვითონ ეს ანტიკორუფციული სააგენტო იწვევს უნდობლობას ოპოზიციის ნაწილში. აი ამ დილემის გადაჭრა, ანუ რამდენად ჩათვლის ამ პუნქტსაც ევროკომისია შესრულებულად ოპოზიციის ნაწილის პროტესტის ფონზე. ეს არის ზუსტად ერთ-ერთი პრობლემა სამწუხაროდ, ხა ოპოზიციის ნდობას არაფერი არ იწვევს, ხა სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილის ნდობას და მთავრობა იქნება ითქვი, მთავრობა რატომ არის, პარლამენტი რატომ არის, ანტიკორუფციული ბიუროზე ითქვი, რატომ ანტიკორუფციული ბიურო, ყველა გამოხატავენ თავის უნდობლობას, ახლა ჩვენ სახელმწიფოს ვერ გავაუქმებთ და ვერ ჩამოვიყვანთ ახლა ერთ იდეალურ ადამიანს უცხო პლანეტიდან, რომელიც დადგება და გადაწყვეტილებებს მიიღებს, ხო? სახელმწიფო ასია მოწყობილი, ჩვენ უნდა ვენდოთ სახელმწიფო ინსტიტუტებს. რატომ? იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიული ჯაჭვი, რომელიც მიდის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელობამდე. ხალხმა აირჩია საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტმა აირჩია მთავრობა, საქართველოს მთავრობა ლეგიტიმაცია გააჩნია ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს. აი მას უნდა ვენდოთ და რაღაც წარმოსახვით თეორიულ ადამიანებს. პერსონალის ნაცვლად სისტემური მიდგომის გამოყენების რეკომენდაცია, რაც გასცა ვენეციის კომისიამ თქვენი მისამართით, ამის შესრულებული არის თქვენი აზრით? რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, თავარი არ უნდა დაგვაიწყოს, რომ ეს მიდგომა, რაც შეეხება კანონ დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მიდგომიდან, რომელზეც ევროკომისიამ თქვა, რომ ეს არის კარგი გამოცდილება და მოუწოდა რეკომენდაციათ აქვს ჩაწერილი უკრაინას, რომ ის კანონები, რომელიც მათ აქვს, მისი იმპლემენტაცია გააკეთოს. ამ კანონის, რომელიც ჩვენ პირდაპირ გადმოვიღეთ პირველ ვერსიაში, იყო შენიშვნები ვენეციის კომისიის, სრულად გავითვალისწინეთ ეს შენიშვნები, უკვე ითარგმნება ეს პროექტის ეს ვარიანტი ინგლისურად და ვფიქრობ, რომ ხვალ უკვე გავაგზავნით ვენეციის კომისიაში იმისთვის, რომ საბოლოო დასკვნა მივიღოთ მათგან. სისტემურ მიდგომასაც შეეხება, ამას ჩვენ ისედაც ვაკეთებთ, მათ შორის 12 ფულკრის ფარგლებში, სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული საკითხები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს ისედაც არის. ანუ ჩვენ ფაქტობრივად ორივე ინსტრუმენტს ვიყენებთ, როგორც სისტემურ მიდგომას, ისე მიდგომას სპეციალიზირებული კანონის მეშვეობით. სასამართლო რეფორმას რაც ეხება, აი მაინც იუსტიციის საბჭოს რეფორმას რადგან ითხოვენ და პირდაპირ პუნქტში გაწერეს ეს, აი ეს
ეს პუნქტი რამდენად იქნება შესრულებულად მიჩნეული? რაც შეეხება სასამართლო რეფორმის საკითხს, აქაც მნიშვნელოვანია ჩავხედოთ, რა საკითხებზე არის მსჯელობა. იცით, რომ პროექტი იქნა შედგენილი და გაგზავნილი ვენეციის კომისიაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არის იმ პროექტში, შენიშვნები ფაქტობრივად არ ყოფილა, თუმცა ვენეციის კომისია ამ ჯერზე წავიდა უფრო შორს და გადახედა ძველ რეკომენდაციებს და ასევე 12 პუნქტის პერსპექტივით შეხედა ამ საკითხს და თქვა, რომ არის დამატებითი საკითხები, რომელიც კარგი იქნებოდა თუ კი პარლამენტი გაითვალისწინებდა. ამაზე პარლამენტი დეოლგარიზაციის პროექტთან დაკავშირებით, ვინაიდან ახლა უკვე დავასრულეთ, ასე ვთქვათ, ცვლილებების შეტანა და გავაგზავნეთ ვთქვათ ვენეციის კომისიაში, შემდეგი ნაბიჯი უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იქნება, რომ მიუბრუნდეს სასამართლო რეფორმის კანონპროექტს და იქ უკვე მსჯელობით, მათ შორის ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით მსჯელობის შედეგად ოპოზიცია ამბობს, რომ მიუხედავად რომ თავიდან ისინი გაემიჯნა, მათი ნაწილი გაემიჯნა პროცესს, დღეს უკვე ისინი მზად არიან თქვათ ნაწილმა ბოიკოტიც კი შეწყვეტა, რომ ჩაერთონ ხომ საპარლამენტო საქმიანობაში, მაგრამ მათი მთავარი პროტესტი უკავშირდება იმ გარემოებას, რომ არც ერთი მათი წინადადება ივნისის შემდეგ, გინ სამუშაო პროცესში ჩართულების, გინ გამიჯნულების არ ყოფილა მთელი ამ თვეების განმავლობაში მმართველი გუნდის მხრიდან გათვალისწინებული. ნახოთ, ჩაერთონ, რაც მთავარია, ვინაიდან რა შეთავაზება ასეთი იყოს, რომ არ იყოს მხოლოდ ამბობენზე დაფუძნებული და მხოლოდ ლაპარაკი, მოდით დაწერეთ თქვენი ხედვა, რა გაკეთდა და რა არის ახლა გაკეთებული უკვე, რა არის პრობლემა, აღწერეთ პრობლემა წერილობით. არა ესე დაბრალებით, რომ ვიღაც არის კორუმპირებული და სახელი და გვარების ხსენებით, რომელიც უკვე ბავშვმაც დაიძეპირა ამ ქვეყანაში და ესეც კიდე სასწაული დამოკიდებულება, ასეთი იარლიყების მიწებება ადამიანებისთვის და ამას უკადრულობენ ორგანიზაციები, რომელიც საკუთარ თავს უფლებადამცველებს ეძახიან და პირდაპირ იარლიყებს აწებებენ ადამიანებს, ხომ? და ვამბობთ, რომ არ იყოს ეს იარლიყების მიწებება, დაწერეთ, აღწერეთ პრობლემა. თუ კი ამბობთ, რომ ეს არის კორპორატივიზმი, დაწერეთ, რატომ ფიქრობთ, რაში ვლინდება, რითი მტკიცდება. არც ერთმა ჯგუფმა, გარდა მოქალაქეებისა, არც კი ერთი წუთიც კი არ გამოყო იმისთვის, რომ წერილობით ეს გაეკეთებინა და დაემკვიდრა. რატომ? იმიტომ რომ მათ არ აქვთ ამისი მტკიცებულებები, მათ არ აქვთ ამისი არგუმენტირების შესაძლებლობა, როგორც ჩანს. თუ არა და აი განახდება ახლა მსჯელობა და წარმოადგენენ სამწუხაროდ აი ახლა რაც ნახეთ ამ გადაწყვეტილებით. არის ზუსტად ის მიდგომა, რაც წლები იყო. დაბრალება და მეორე მხარემ უნდა იმართლოს თავი, ხომ? დააბრალე ხარ კორუმპირებული, ეხლა ამტკიცე რომ არ ხარ ევროკომისიის პუნქტებზე ერთად სამუშაოთ. მე მაინტერესებს აი თქვენ როგორ გამო პროცესი და მთელი ოპოზიციის, თქვათ, ჩართულობა სამუშაო ჯგუფებში. თქვენ რა გააკეთეთ პირადად ამისთვის? უპირველეს ყოვლისა ის, რომ თავად ეს პროცესი, რომელსაც პარლამენტი უძღვებოდა და შესაბამისად მეც როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ამ პროცესის გაძღოლას პასუხისმგებლობა ორგანიზაციისთვის, რომ ყოფილიყო არა თქვათ პროექტების ჭიდილი პირდაპირ კომიტეტის სხდომაზე, არამედ შეგვექმნა პლატფორმა სამუშაო ჯგუფის სახით, სადაც დაიწყებოდა სუფთა ფურცლიდან მსჯელობა იდეებზე. 9 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ასეთი და შევთავაზეთ ყველას, რომ ყოფილიყო მონაწილეები და თუ დააკვირდებით ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელიც მონაწილეობდნენ ამ სამუშაო ჯგუფებში, მათ შორის უმრავლესობის ჩათვლით ეს რადიკალიზაცია ურთიერთობის დონე დაწეული არის და არის საკმაოდ საქმიანი დისკუსიები ხოლმე. ისინი ვინც არ ჩაერთვენ, ისინი არიან ზუსტად რომლებიც რადიკალიზმს უწყობენ ხელს სამწუხაროდ და მე ვთქვი კიდევაც, რომ სინამდვილეში პრობლემა არის არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაში. ეს ერთი და მეორე. თქვენი ასეთი განცხადებები და რიტორიკა
ნაციონალური მოძრაობა არ ჩაერთვება ამ პროცესში, იმიტომ რომ დესტრუქციული ქმედებებით არიან დაკავებულები. როდესაც ოპოზიცია და ერთმანეთთან ურთიერთობაში ასევე იმ სიმართლის თქმა და აღწერა იმ ფაქტის რაც არის, ვფიქრობ ეს არა პოლარიზაციაში, არამედ რადიკალიზაციაში. პოლარიზაცია ბევრ ქვეყანაში არის, გადავხედოთ ნებისმიერ ქვეყანას, ევროპაში, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებს, შევხედოთ არჩევნები სხვადასხვა ქვეყანაში როგორ მიმდინარეობს ხოლმე. პოლარიზაცია დღევანდელი პოლიტიკის საკმაოდ სამწუხაროდ დღევანდელი პოლიტიკის ახალი ნორმა არის. პრობლემა საქართველოში არის იმაში, რომ ჩვენ გვყავს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა ამოცანაც არის, მათ შორის და ცხადადაც ამბობ, ხო, თავადაც თქვეს, რომ არიან მათში ლელოს წარმომადგენლებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ, რომ საქართველოს მიიღოს კანდიდატის სტატუსი ქართული ოცნების პირობაში. ეს არის მათი პოლიტიკური ამოცანა რადიკალური ჯგუფების და აქ არის მეორე საკითხი მნიშვნელოვანი. მე ვთქვი ასევე, რომ დეპოლარიზაციაში, დერადიკალიზაციაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს არა მხოლოდ შიდა აქტორებმა, არამედ ასევე გარე აქტორებმა და თავისი წვლილი რადიკალიზაციაში აქვთ არა მხოლოდ შიდა აქტორებს, არამედ გარე აქტორებსაც. და იგივე ის რეზოლუციები, რომელიც იქნა მიღებული ევროპარლამენტის მიერ, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის განცხადება და ფაქტობრივად ყოველდღიური მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში და კომენტატორობა ქართული პოლიტიკის, თუნდაც ეს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება ამ მოსამართლეებს, ეს მხოლოდ აღვივებს რადიკალიზმს, ეს აძლევს საკვებს რადიკალურ ჯგუფებს, რომ გახდნენ კიდევ უფრო მეტად რადიკალები და აქედან გამომდინარე აზიანებს ქართული ხალხის ეროვნულ ინტერესს ევროპასთან დაკავშირებით. ამიტომ საუბარი არ მინდა ხოლმე დავასახელო, მაგრამ თუმცა ჩვენ ხედავთ ახლა ვინ არიან პარტიამ არ მიიღოს. ხო, ხედავთ ახლა ვინ არის რადიკალი ჯგუფები, ხედავთ პირდაპირ რომ მათ შორის უცხოური დაფინანსებით აწყობენ სხვადასხვა სახის სემინარებს, ტრენინგებს და საუბრობენ სისხლიან რევოლუციებზე და ასე შემდეგ და ასე ყურს აჩვევენ სიტყვას რევოლუციას, სიტყვას სისხლს და ასე შემდეგ და ეს ხდება სამწუხაროდ უცხოური დაფინანსებით და აი ასე ხდება სამწუხაროდ რადიკალიზმის შეფასება. ხედავთ ჩვენ ვინ არიან რადიკალები და კიდევ ერთხელ, რაც უშველეს ამ საკითხს არის ის, რომ ყველა იყოს მართალი საკუთარ თავთან, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები და იყვნენ მართლები საკუთარ განცხადებებში და თუნდაც ის სამი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი, რომელმაც თვითონაც თქვეს და ახალად არჩეულმა სახალხო დამცველს თქვა, რომ ამ სამ ადამიანზე მიდიოდა პირდაპირ ზეწოლა, ბულინგი, რომ მათ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ხალხის მანდატის მქონე ადამიანებს გადაწყვეტილება მიიღოთ არა საკუთარი სინდისით, არამედ სიტყვის ზეწოლის ქვეშ, დღემდე ვერ ბედავენ დაასახელონ თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები და ვინ იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახდენენ მათზე ზეწოლას, რომ მათ ხმა არ მიეცათ ლევან იოსიანის კანდიდატურისთვის. მადლობა, დრო ამოგვეწურა, ყველანაირი დრო ამოიწურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხობდა. შევხვდებით ერთმანეთს ხვალ საღამოს 9-ზე.